ლუდმილია ჯიენესი და ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. საქართველოში ავღანეთის მეექვსე მსხვერპლი ჩამოასვენეს. გიორგი ავალიანი ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა. არიან დაჭრილებით. ავღანეთის ქართველი გმირი საქართველოში ისე ჩამოასვენეს, რომ არც ერთ ცენტრალურ არხს ეს ფაქტი არ გაუშუქებია. ოფიციოზი მხოლოდ მშრალი სამძებრის განცხადებებით შემოიფარგლა. ავღანეთში მეექვსე ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე პრეზიდენტმა კომენტარი სათხილამურო კურორტზე სრიალის დროს გააკეთა. იმ დროს, როცა გიორგი ავალიანის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, პარლამენტმა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარ კადრებს სხვა ქართულ ტელეარხებზე ვერ ნახავთ. საქართველოს არმიის კაპრალი გიორგი ავალიანი მშობლიურ სოფელ ციხესულორში შორეული ავღანეთიდან 4 შაბათს ჩამოასვენეს. 29 წლის კაპრალი 22 თებერვალს დაიღუპა. გიორგი კიდევ 2 ქართულ ჯარისკაცთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. კაპრალები ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე გადარჩნენ და დღეს გერმანიაში მკურნალობენ. გიორგი ავალიანი უკვე მეექვსე ჯარისკაცია, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე საქართველოს არმიამ ავღანეთში დაკარგა. 18 წლის შემდეგ ჯარში იყო ერთხელ რუსეთის იმაზე დაიჭრა. მაშინ რა ვქია, ცხენვალის მიზადგომები და 8 აგვისტოს. ძლებს გადარჩა იქანა, სულები გადაარჩინა, თვითონ დაიჭრა, მე რა სხვა ერთი გაბრინდაშვილი იყო, ნაწლავი გადმოყრილი, გიორგი რო არ ყოფილიყო. ვერ გადავჭი უძღეს ცოცხალი არ ვქნებოდი, ნაწლავი გადმოყრილი, ვერავის ვერ მოკიდია ხელი და უდია მანქანაზე და ის ტრაექტი გადააფრინეს რაღაცა გადარჩა ეს ბიჭი. ეს დაიმერე დაიჭრა ფეხში, დასწო ასკოლკი. კაპრალი ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბრძოლო იარისთვის მიღებული ჰქონდა უწყებრივი მედალი. ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც მასთან ერთად შარშან ოქტომბერში ჩაერთო. სულ რაღაც 4 თვეში სამშობლოდან შორს 29 წლის ქართველი სამხედრო სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა. ქართველი ჯარისკაცი უნდა ემსახუროს მის ქვეყანას დედიკო. არაშვილო ყველამ დაიცვას მისი ქვეყანა. Присутствие конечно оправдано. Несмотря на жертву и для меня лично это მე ვფიქრობ რომ ეს მისია საჭიროა. ყველა გარდაცვლილი ჯარისკაცი ჩემი პირადი ტრაგედია, მაგრამ პირადი ემოციებით ვერ ვიხელმძღვანელებ. საქართველო აუცილებლად იქნება წევრი ყველა ალიანსის. ჩვენ უნდა ვიყოთ მისაბაძი. ასე გამოეხმაურა კაპრალ ავალიანის დაღუპვას მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე სრიალისას პრეზიდენტი სააკაშვილი. პრეზიდენტის მთავარი მესიჯი იგივეა. ავღანეთის სამშვიდობო მისია საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პრეზიდენტს ბუნებრივია არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართულ დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციებს ავღანეთმა მხარი არც ერთხელ არ დაუჭირა. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ნატოს ძალებში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ქართული კონტინგენტი ყველაზე დიდია. 175 ქართველია დისლოცირებული ქაბულში, ხოლო 749 ქართველი მეომარი ყველაზე ცხელ ავღანურ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში იბრძვის. 4 შაბათს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით პარლამენტმა ავღანეთში კიდევ ერთი არტილერიის ინსტრუქტორთა 20 კაციანი ჯგუფის გაგზავნას მწვანე შუქი აუნთო. 73-მა დეპუტატმა ამ გადაწყვეტილებას მხარი სწორედ იმ დღეს დაუჭირა, როდესაც ჰელმანდში მეექვსე ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. უაღრესად სამწუხარო ფაქტია და სამწუხარო არის ამავდროულად ის, რომ ეს მსხვერპლია, რომელსაც ჩვენ წინ ვერ აღუდგებით, სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ვერაფერს ვერ აკეთებს, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს უპირველეს ყოვლისა ის, რომ ავღანეთში ნებისმიერი სახის მსხვერპლი, რომელსაც ქართველი ბიჭები იღებენ, ემსახურება ბევრად უფრო დიდ მიზანს, რომელსაც ქვია ანტიტერორისტული ბრძოლა. არსებობს ძალიან დიდი მიზნები, რომელშიც საქართველოს ამ მიზნების შესრულებაში ჩართულია. ჩვენ გვინდა ვიყოთ უსაფრთხოების სისტემის წევრი და ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გავწევრიანდეთ. უცხო ქვეყნის სამოქალაქო ომში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ძირითადად არსებული სახელისუფლო კურსის მომხრენი ფიქრობენ, რომ ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა დადებითი მოვლენაა, რადგან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით მათი სამხედრო გამოცდილებაც გაიზრდება.
დღის ტესტში სამწუხაროდ არ დგას საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ანუ ეგრეთ წოდებული მაპის მინიჭების საკითხი, თუმცა რიგმა სხვა ქვეყნებმა, რომელთაც გაცილებით უფრო ნაკლები რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე ყავთ გაგზავნილი ავღანეთში, მათ მაპი მიიღეს. ის ფაქტი, რომ საქართველოს მონაწილეობს ამ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში არის მისასალმებელი. საზოგადოების მეორე ნაწილის აზრით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ორი ასეულითაც საკმარისი იქნებოდა. სამხედრო ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ მეზობელი ქვეყნის განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში საქართველო ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო ნაწილების გამოყენებას ვერ შეძლებს. ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დროს მოხდა, როცა ერახში დისლოცირებულმა პირველმა ქვეითმა ბრიგადამ სამშობლოში მხოლოდ მაშინ ჩამოაღწია, როცა ომი უკვე დასრულებული იყო. ერახში ჩვენ იმ დროსთვის არ ყოლოდა, ჩვენ ფაქტობრივად სენაკის ბაზის დაცვის შესაძლებლობა გვექნებოდა და ამ შემთხვევაში მტერი არც სენაკს გაგვინადგურებდა ბაზას და არც ფოთში შემოვიდოდა, იმიტომ რომ 2000 კაცი იქ სერიოზული ძალა იყო იმისთვის, რომ თავდაცვითი ოპერაციები ეწარმოებინა და რუსები უბრალოდ ვერ გაბედავდნენ. რუსები შემოვიდნენ, იმიტომ რომ სენაკი ცარიელი იყო და არანაირი წინააღმდეგობა არ იყო და შემოვიდნენ ბოლომდე სიღრმეში. ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ანაზღაურება 700-დან 1300 დოლარამდე მერყეობს, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება სხვა ქვეყნის მომსახურეთა ანაზღაურებას. შარშან პენტაგონმა 350 მილიონიანი დახმარების ფარგლებში 50 მილიონი გამოუყო 6 მოკავშირეს: ხორვატიას, უნგრეთს, ბალტიისპირეთის 3 ქვეყანას და საქართველოს, თუმცა ოფიციალურად უცნობია, რა თანხა მიიღო საქართველომ და რა უჯდება ქართულ მხარეს ავღანური ოპერაცია. თავისთავად ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც გააჩნია საქართველოს, რომ თავდაცვის უწყება არის დახურული, ანუ ის ვერ ასხავებს საიდუმლო და არასაიდუმლო ინფორმაციას და შესაბამისად საზოგადოებასთან ურთიერთობას ვერ ახერხებს. დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით 4 მილიონიანმა საქართველომ ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართულ 12 ქვეყანას გაუსწრო. შვედეთმა ავღანეთში 4 ჯარისკაცი დაკარგა, უნგრეთმა 4, ჩეხეთმა 3, თურქეთმა, პორტუგალიამ და ახალმა ზელანდიამ 2, ჯერჯერობით თითო დანაკარგი აქვს ბელგიის, სამხრეთ კორეისა და იორდანიის სამხედრო ნაწილებს. 21 წლის გიორგი კოლხიტაშვილი ავღანეთში სამხედრო დავალების შესრულების დროს შარშან 30 სექტემბერს ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად დაიღუპნენ პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე. პირველი სამხედრო ქართულმა სამშვიდობო მისიამ 2010 წლის 5 სექტემბერს დაკარგა. უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს. 32 ბატალიონის კაპრალი 29 წლის გიორგი ავალიანი მე-6 ქართველია, რომელიც ავღანეთში თალიბ თან ომს შეეწირა. ასე მშვიდობებიან ავღანეთში დაღუპულ საკუთარ მეომრებს გერმანიაში. ჯარისკაცები დასვენებულნი არიან ქალაქის მთავარ ეკლესიაში. დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მისასამძიმრებლად პირადად მოდის გერმანიის კანცლერი. გამოსათხოვარ პროცესიას საზოგადოებრივი არხის მეშვეობით მთელი გერმანია უყურებს. ამგვარ კადრებს ქართულ ტელეარხებზე ვერ ნახავთ. ავღანეთში დაცემულ ქართულ მეომრებს ქართულ მიწაზე ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ჩუმად კრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს მკაცრად ყავს გაფრთხილებული ჭირისუფალი, რომ ჟურნალისტებთან ყოველგვარ ურთიერთობას მოერიდონ. ერთ-ერთი ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ იძულებულნი ვართ გადაღება შევწყვიტოთ. კაპრალ გიორგი ავალიანს ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში სამშაბათს დაკრძალავენ. გასული კვირის კიდევ ერთი მთავარი თემა ქართულ და უსრ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა იყო. ცხინვალის ციხიდან 7 ქართველი გაათავისუფლეს, მათ შორის 1 სამხედროა. კაპრალი ზვიად კობალაძე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ 2008 წლის ოქტომბერში ჩავარდა ტყვედ. ცხინვალის ციხეში გატარებული 2 წელი მისთვის საკმაოდ მძიმე გასახსენებელი აღმოჩნდა. ამ კადრებს მაყურებელი პირველად ხედავს. 2008 წლის აგვისტოს დღეებში გორის ჰოსპიტალს სამოყვარულო კამერით მომსახურე პერსონალი იღებდა. იმ დღეებში ჰოსპიტალი დაჭრილების და გარდაცვლილების ნაკადს ვერიდებდა. По неофициальным данным, около 1500 человек погибло
в результате вот этого долгого артиллерийского обстрела города. გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი ზვიად კობალაძე, რომელიც ცხინვალში იბრძოდა, მაშინ სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ვიდეოკამერის ობიექტივში მაინც მოხვდა, ოღონდ არა ქართველების. ომიდან 100 დღის შემდეგ მის ინტერვიუს რუსული ტელეარხები პროპაგანდისტვის იყენებდნენ. ფონად აქაც დაჭრილები და ჰოსპიტალი იყო, ოღონდ ოსური ჰოსპიტალი. 7 числа мы получили приказ о наступлении. Мы находились в этот момент в городе Горе. Я сам не воевал, я только окопы копал. Служу в инженерном подразделении. От нашего подразделения почти ничего не осталось. ადამიანი, რომლის ხმაც ინტერვიუში არ ისმის და რუსი ჟურნალისტის თარგმანი ადევს, დღეს ჩვენი რესპონდენტია. ოსური მხარის ტყვეობაში გატარებული 2 წელიწადნახევარი უკან დარჩა. კაპრალი ზვიად კობალაძე ერთადერთი ქართველი სამხედრო ტყვე იყო, რომელიც გენოციდის, ტერორიზმის, ადამიანის გატაცებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იჯდა ცხინვალის ციხეში. რამდენიმე დღის წინ სხვა 6 ტყვესთან ერთად ოსებმა ქართველებს ისიც გაუცვალეს. ცხინვალი ისე დატოვა, რომ სასამართლო პროცესი მის საქმეზე არ გამართულა. ჩვენ ვიჯექით კომუნისტების დროინდელ კარცერში, რომელიც იყო 2 მეტრის სიგანის და იქნებოდა 4 მეტრის სიგრძის, რომელშიც თავიდან ერთი კრავატი იდგა. ვიწექით ბეტონზე, ვიწექით თავიდან, ბეტონზე ვიწექით, არ მოგცეს კრავატები. მერე დაგვიმატეს ერთი საწოლი კიდე დაგვიმატეს. არა კამერაში ოთხნი ვიყავთ. პატიმრებთან რო გადამიყვანეს თითქმის ყოველ დღე, ახლა ცემა როგორია, შემოგარტყავდნენ, პანჩურს ამოგარტყავდნენ და ესეთი რაღაცა და ცემდნენ პოლებს მაწმენდინებდნენ და რა ვიცი, აგვევინებდნენ და ტანჯავდნენ რა. თან პოლებს მახეხინებდნენ, თან მაფურთხებდნენ, თან წიხლებს მირტყავდნენ და თან მაგვევინებდნენ რა. ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში 2008 წლის ოქტომბერში შემთხვევით აღმოჩნდა. აგვისტოს ომის შემდეგ, როცა გორის სატანკო ბატალიონმა ადგილი შეიცვალა და მუხროვანში იყო დისლოცირებული, სამხედროთა ნაწილი დროებით დაითხოვეს. წარმოშობით ავნეველმა სამხედრომ გადაწყვიტა სახკარი მოენახულებინა და ავნევში შემოვლითი გზით გადავიდა. სახლი განადგურებული დახვდა, უკანა გზაზე ოსების ჩასაფრებას შემთხვევით გადააწყდა და ტყვედ ჩავარდა. იყო თითის მოტეხვები, იყო რაღაცები, იყო სიგარეტის ჩაქრობები, იყო ბასრის აგნით დასერვები და ესეთი რაღაცები. მოყავდათ ქართველები, ასამართლებდნენ და გადაყავდათ სხვადასხვა ადგილებში. იქ იყო ერთი ქართველი, მიხუერქო, ქართველი, რომელიც იჯდა იმ პერიოდში. ის მეხმარებოდა. ერთი კიდე ოსი იყო რა, ოღონდ საქართველოში ყავდა ცოლშვილი და საქართველოში გაზრდილ დაბადებული და სადღაც ომამდე რაღაც სამუშაოდ შესულა და მაგ პერიოდში იყო დაჭერილი ის. და ესენ დილით სანამ პატიმრები გამოვიდოდნენ და რაღაცა მომიტანდნენ ხოლმე საჭმელსა. ჯამებით მომიტანდნენ ხოლმე. ხელზე დღესაც აქვს წამების კვალი, ცემის დროს კბილებიც ჩაუმტვრიეს. ტყვეობის დროს ცდილობდა საკნიდან არ გამოსულიყო, რადგან მისი როგორც სამხედრო პირის მიმართ ადმინისტრაციასთან ერთად ოსი პატიმრებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ყველაზე მძიმე დაკავების პირველი თვეები იყო. ახსენდება მხოლოდ წამება, არაადამიანური მოპყრობა და დაკითხვები. დაკითხვაზე ამიყვანეს და მეკითხებოდნენ, აინტერესებდათ ქართულ ჯარში ვინ იბრძოდა და რა იბრძოდა. აინტერესებდა თუ ცხო ქვეყნის მოქალაქეები იბრძოდა თუ არ იბრძოდა ქართულ ჯარში. აინტერესებდათ კერძოდ თვითონაც მე თავად ხალხიც ლაპარაკობდა რომ სოფელ ხეთაგუროვაში ვითომ და ზანგები იბრძოდნენ. მეკითხებოდნენ ზანგები თუ იბრძოდნენ თქვენ მხარეს. ველაპარაკებოდი ზანგები არ იქნებოდნენ, იქნებოდნენ ჩვენი სპეცნაზის ბიჭები, რომლებიც იყვნენ შენიღბულები რა. აინტერესებდათ რა ტექნიკა გვყავდა,
უკვე ყველაზე იმხელა გართულება აღარ იყო უკვე თითქმის განიარაღებული იყო ჩვენი ჯარი ნახევარი დაკარგული ჰქონდა ის ტექნიკა ის ყველაფერი და უკვე ძირითადად დაწოლა აღარ მიმდინარეობდა რომ რა გყავდათ როგორ რა გყავდათ კი მეკითხებოდნენ მაგრამ ზერელით რა ვინ ხცევდა აი რა ვისაც მოესურვებოდა შემოვიდა და დავაია ვიღაცა გაივლიდა ზალაში ბიჭოქს დაინახავდა რა არ მოეწონებოდა და შემოვიდა და ტანკის ადეოდა ალაგეურა ზვიად კობალაძეს გორიდან ხაშურში მეგობრებმა ჩააკითხეს. საუბრის თემა ჯერჯერობით არ იცვლება ტყვეობის მოგონებებია. ზვიადი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად დღეს ხაშურში, დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსში ოროთახიან ბინაში ცხოვრობს. ტყვეობის დროს მეუღლე და შვილები წითელი ჯვრის დახმარებით ცხინვალის ციხეში მხოლოდ ერთხელ ნახა. ფანჯარასთან იდგნენ თვითონ ის ოსები ციხეში, ვინც მუშაობს ალბათ. ფანჯარასთან იდგნენ და ესე რომ საშუალება არ ქონია ან რაღაც გეკითხა ან რაღაც გაგეკვია და გაგება რაც ზაფხული იყო და ეტყობოდა რომ ამომწვარი ხელები ეს კბილები ჩამტრეული მეტი არაფერი ოჯახთან ერთად ცხოვრებას ხელახლა ეჩვევა მისი როგორც სამხედრო პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ოსური მხარე ცნობილი ოსი კრიმინალური ავტორიტეტის მარეკ დუდაევის გათავისუფლებას ითხოვდა მაგრამ ეს გაცვლა არ შედგა სამაგიეროდ ოსებს გადასცეს 2006 წელს გორში დაკავებული იური ხაჩიროვი მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი ნარკოტიკებისა და ყალბი ფულის გავრცელებისთვის გათავისუფლებულია კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი სპარტაკ დრიაევი რომელიც 2000 წლიდან იჯდა ხონის კოლონიაში და შარშან დაკავებული მზევინარ კაზიევი ამჟამად ცხინვალის ციხეში გაცვლას კიდევ 3 ქართველი ელოდება. კი არ ვეჯავრებით ვეზიზღებით აი რა ვთქვა თითოეულის მათგანში ზიზღი იხატება. აი როგორ გითხრათ, მეც არ ვიცი, როგორ გითხრათ. ზვიად კობალაძეს ტყვეობის პირველი დღიდან თბილისში უგზო უკლოდ დაკარგული სტატუსი ჰქონდა. სხვა ყოფილ ტყვეებთან ერთად ის უკვე დაკითხეს ქართველმა სამართალდამცველებმა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მიიღებს თუ არა 33 წლის კაპრალი კომპენსაციას სახელმწიფოსგან. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს. დეპუტატის ბიზნესი, საირმის დასასვენებელი კომპლექსი, ეკონომიკის სამინისტრომ პირდაპირ მიღების წესით პარლამენტარ თემურ კოხოძის კუთვნილ კომპანიას გადასცა. თანხა, რომელიც დეპუტატმა გაიღო, სიმბოლურია. თემურ კოხოძე ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატია და ის პარლამენტში ბიზნესიდან მივიდა. არჩევნების დროს კი მისგან ფული სწორედ მმართველი პარტიის ყულაბაში მიდიოდა. მთავრობის თომაზე უკვე გადანილია და ინვესტორზე გადაცემულია. უბრალოდ ეხლა ხდება 60,001 ლარი სიმბოლური თანხაა, რაც პარლამენტის დეპუტატმა თემურ კოხოძემ საირმის დასასვენებელი კომპლექსის შეძენაში გადაიხადა. კოხოძე მეორე დეპუტატია, ვინც კურორტის ისტორიაში მისი მეპატრონი გახდა. მანამდე უნიკალური დასასვენებელი კომპლექსი პარლამენტარ ბონდო შალიტიანს ეკუთვნოდა, რომელსაც აღნიშნული ქონება ვარდების რევოლუციიდან მალევე ჩამოართვეს და ის სახელმწიფოს გადაეცა. შალიტიანის ქონებაზე დავა დღესაც გრძელდება. ისტორიულად საუკეთესო თემურ კოხოძე ნაციონალური მოძრაობის ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატია. პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებთან ერთად დასასვენებელი კომპლექსის დათვალიერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინტერნეტით ინფორმაცია გავრცელდა, რომ საირმის კურორტი სიმბოლურ ფასად ერთლარად გაიყიდა. პარლამენტის წევრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ქონებაში 1 ლარი კი არა 60,000 ლარი გადაიხადა. ერთლარად კი მხოლოდ ის 364 კვადრატული მეტრის შენობა შეიძინა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ეკონომიკის სამინისტროს მთლიანი ქონების გაყიდვისას გამორჩა. რა თქმა უნდა, ეს არის სიმბოლური ფასად გადაცემა ქონებზე. ანუ 60,000 ლარი. შემდეგ მოხდა რაღაც ქონების რაღაც ნაწილი გამორჩა გადაცემის დროს საბუთობრივად. შემდეგ ბოლო მთავრობის თომაზე, ანუ სამშაბათს მოხდა იმ გამორჩენილი 364 კვადრატის გადაცემა 1 ლარად.
თემურ კოხოძეს არ დაუმალავს, რომ შეპესე საირმის განვითარების კომპანია, რომელმაც კომპლექსი შეიძინა, მას ეკუთვნის. პარლამენტის დეპუტატი ასევე კომპანია თერიტა მოტორსისა და მისი შვილობილი კომპანიების მფლობელი და დამფუძნებელია. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ საირმის განვითარების კომპანია შეპესე ბაღდად სერვისის სამართალმემკვიდრეა. ის 2009 წლის 30 მარტს დაფუძნდა. 2010 წლის ბოლოს კი ბაღდად სერვისი საირმის განვითარების კომპანიად ჩამოყალიბდა, თუმცა მანამდე 2010 წლის სექტემბერში საირმეში საქართველოს პრეზიდენტი ჩადის. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას კურორტის რეაბილიტაციას პირდება. პრეზიდენტის ანაპირების შესრულებას ადგილობრივი დეპუტატი მისი თქმით უკრაინელი მეგობრების დახმარებით იწყებს. 100% რა თქმა უნდა, ვარ მე დამფუძნებელი, დასაფიცერებელი საჯარო ინფორმაცია. ეხლა ეს უკრაინელი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მე გავაკეთე ესე გავაკეთე. იმდენად რამდენადაც მე მაქვს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ კურორტის განვითარებას. პასუხისმგებლობა გაღებული პრეზიდენტის დავალებით და თვითონ მე მინდა რომ მართლა ნამდვილად აი რაღაც შეიქმნას, გაკეთდეს, რომ აქედან შესაბამისად მუნიციპალიტეტში შემოსავალი შევა. დასაქმება უამრავი ადამიანი. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საირმის კომპლექსი ერთხელად გაიყიდა, ყიდველი კი პარლამენტარი აღმოჩნდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. რატომ გახდა წარმატებული ბიზნესმენი კოხოძე დეპუტატი და მოვიდა თუ არა ის პოლიტიკაში საკუთარი ბიზნეს ინტერესების დასაცავად? იქეთ ხარჯავ, რაც მოვედი, იმიტომ რომ თუ ამდენ შენ რაღაცას აკეთებდი, ეხლა თითქოს აქტუალდებულებაც გაქვს რომ დაეხმარო და მაგრამ მე ამას არ პირიქით. მე ვამაყობ რომ შემიძლია და ხარჯავ. რა მქონდეს ვერ დახარჯავ. ეკონომიკის სამინისტრომ საირმის დასასვენებელი კომპლექსის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ გაავრცელა. განცხადების დაგვიანების გამო საირმის ერთ-ერთ ახალ მეპატრონედ ინტერნეტ გამოცემებში პრეზიდენტის მამაც დაასახელეს. თუ არ ვცდები, გასულ წელს იყო აქ ჩამოსული და ძალიან კაი პიარი გაუკეთა ამ კურორტს. პრეზიდენტის მამამ. და თვითონ პრეზიდენტი ჩამოსული იყო იმდენად რამდენადაც პრეზიდენტის მამა კარგად იცის ბალნეოლოგიური კურორტები, პიარი გაუკეთეს. არა, ჩამოიყვანეს რამოდენიმე მეცნიერი მუშაკი, პროფესორები იყვნენ ჩამოსულები. ექსპერტების თქმით, ამ დანგრეული კურორტის აღდგენას ადგილობრივი ბიზნესმენის და მისი მეგობრების მილიონები არ ეყოფა. თუმცა პარლამენტარი პირობას დებს, რომ აქ კარლოვი-ვარისა და ბადენ-ბადენის მსგავს თანამედროვე კურორტ შექმნის. მანამდე კი საირმის უნიკალური სამკურნალო კომპლექსი ასე გამოიყურება. მიუხედავად ამისა, საირმეს ერთგული დამსვენებლები არ ტოვებენ. აქ გვეუბნებიან, რომ შარშან კურორტზე 1200-მდე ადამიანი მკურნალობდა. ახალი ინვესტორის თქმით, საირმეში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარს სახელმწიფო გაიღებს. კურორტის რეაბილიტაცია ეტაპობრივად 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ინვესტორის მიერ დამატებით შესაძლებელი იქნება ვალდებულება 10 მილიონი ლარის ინვესტირება. ინვესტორი ვალდებულია აღადგინოს ინფრასტრუქტურა, ააშენოს ახალი სასტუმროები, მათ შორის ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, მოაწყოს თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, ააშენოს ახალი სპა ცენტრი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, უზრუნველყოს დამსვენებლებისათვის მინერალური წყლით სარგებლობა და შექმნას თანამედროვე სტანდარტების გარემო. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო სტრატეგია ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით სწორია. გიორგი მელაძე პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ ინვესტორი მისი კოლეგა პარლამენტარია. შემიძლია სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც აღნიშნული ტიპის ობიექტები კონკრეტული ინვესტიციის განხორციელების მიზნით გადაეცემათ კომპანიებს შესაბამისი ვალდებულებებით. ანუ უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც შემოვა ბევრად მეტი ტურისტი და შესაბამისად უკვე საერთოდ როგორც ადგილობრივების დასაქმების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ზოგადად ტურისტის შემოსვლის კუთხით. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საირმის დასასვენებელი კომპლექსის პირდაპირ წესით გაყიდვაზე კოხოძის ოპოზიციონერი კოლეგები, ექსპერტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგია ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით არასწორია და პრივატიზაციის კანონში ცვლილებებია შესატანი. ისინი შიშობენ, რომ სახელმწიფო ქონება ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება, მაშინ როცა ბიუჯეტში ამ ქონების პრივატიზებით უმნიშვნელო თანხები შედის.
ერთადერთი რაც შეიძლება ერთგვარი ბჭყალებში სამართლიანობა იყოს ამ გარიგებაში არის ის, რომ ეს არის იმ ზარალის ანაზღაურება კოხოძისათვის, რომელიც მან განიცადა ბოლო 3 არჩევნების დროს, როდესაც მას უხდებოდა ნაციონალური საარჩევნო მოძრაობის ფონდში მართლაც მილიონობით ლარის გადარიცხვა და ჩვენ ვიცით საერთოდ რა ნიშნით შეარჩიეს ის, მაგრამ კომპენსაციის ძალიან უცნაური ფორმა არის, იმიტომ რომ თუ ფული დახარჯა ნაციონალურ მოძრაობაზე, ფული უნდა დაუბრუნოს ნაციონალურმა მოძრაობამ და არა სახელმწიფომ. მიყიდვა ხდება ხოლმე როგორც წესი ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე. სხვათა შორის არაერთ შემთხვევაში ეს პირები თავად არიან ხოლმე მიყიდვის მსხვერპლი, რაც არ უნდა აბსურდული იყოს ეს, რადგან მათ ევალებათ ბჭყალებში, რომ ეს ქონება იყიდონ და კეთილი ნებონ და შეაკეთონ. მაშინ რატომ არ მოეთხოვება ამა თუ იმ ინვესტორს პასუხი, რომელმაც მაგალითად დღემდე ლიკანი ვერ აქცია გაფურჩქნულ სანატორიუმად, ასე ვთქვათ და კიდევ ამის უამრავი მაგალითი არსებობს. პარლამენტის წევრი თემურ კოხოძე და მისი კომპანია თერიტა მოტორსი ბოლო წლებში ნაციონალურ მოძრაობას სოლიდური თანხებით აფინანსებდა. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ თერიტა მოტორსმა და მისმა შვილობილმა კომპანიებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდში 600,000 ლარი გადარიცხეს. თერიტა მოტორსი 100,000, თერიტა მოტორსი ქუთაისი 100,000, თერიტა კონსტრაქშენ ეკვიპმენტი 100,000, თერიტა ლოჯისტიკი 100,000, თერიტა ტრაქენბასი 100,000, შეპესე ჯეოპროტექტორი 100,000 ლარი. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.